დათო, ირაკლი, გამოდით, მზად არის საუზმე. რა გქნა? შენ რა გაქვს? არაფერი. ხოდა მეც არაფერი. რა? დაიყო? არაფერი, შენ რა იყო? არაფერი. მე ეს რატოა სახლში დღეს არ ქონდა ეს სინდი კროუფორდის ვარჯიშები? ბოტასი გამეხავა და არ წავიდა. ირა ის პატრაცებოები რო ვიყიდე, ხალხს რო ვიყიდე, საერთოდ გასავდებოდა დათო, რა ვიცი მესაგან. ეს ერთმაშა ხუნებისგანი არ შეიძლება გიგე. მარიკა, ეს საგრამ ჭირდება შეგიძლია გადააგდო. და აი ესეც. დავდი ფამას. ეს. მოდი, დათო. მოდი, რაღაც მინდა კითხო. რა მაინტერესებს იცი? ეს თქვენი მღრნელი მეგობარი სად არის? ოტო. დაიკარგ. აუ! ეს რა მითხარი დათო? როგორ დაიკარგ? როგორ და ეზოში ჩავიყვანე. სუფთა ჰაერზე. ამუზრა და კაიპარა. აი, ხო ხედავ დათო. ხო ხედავ, შენთან ვეღარავინ ვერ ძლებს. კარგი ირაკლი რა. შენ ვითომ სხვას ჭკუას არიგებ და შენ თვითონ მოლოცვა დაგავიწყდა. დღეს ხო ვალენტინობაა. მართა მარიკა? ირუშ, გილოცა. მე რას მილოცავ დათო, გაგიჟდი? აბა ირაკლი მე შეყვარებული არ მყავს და შენ მიყვარხარ ყველაზე ძალიან. მიდი. შენი შეყვარებული ახლა არის შენი მანქანა. ჩადი, მიულოცე, ზეთი გამოუცვალე, გარეცხე. მართალი გარი რა, იცი რა ზეთი მივეცი? სინთეტიკ. მოიცა, დღეს ვალენტინობა, ხო? ხო. ალო. ნატა მინდოდა თუ შეიძლება? მე მინდა ვარ. მე ბანკიდან ვიყავ. ბანკირი ვარდია. ალო. ნატა გამარჯობა. როგორ ბავშვი დამალაპარაკო? ბავშვი თქვენი დამალაპარაკო? ხო. Mama. Jimmy, who you did you? Jimmy, why you do that? Jimmy, who is? Nata. Valentina was gilotsav. Nata ginda შევრიგდეთ, არა, კარგი მალო. დახონდის. ამით
მომავალ წლამდე მოვალეობა მოხდებოდა. ისევ შენ გილოცავ ირუშ. არა, საოცარია რა. ვალენტინობა დღეს სახლში არის ორი კაცი და ერთი ქალი და ის ორი კაცი ერთმანეთს ულოცავს ვალენტინობას. კარგი, მარიკა, კარგი, უბრაზდები რა მოგივიდა, ხო მოგილოცე, კიდევ ერთხელ გილოცავ მარიკუნა. მადლობთ ირაკლი, მეც გილოცავ. ახლა მაინტერესებს საჩუქარი რა იქნება. საჩუქარი? აი, მაგალითად. სწორია. მაგალითად ის გასქურა მე რომ იმ დღეს მაღაზიაში მომეწონა. კარგი რა მარიკა, რა გასქურა, რა დროს ეგ არის ხო ვილაპარაკეთ მაღაზია რა. ირაკლი. გასქურა ირაკლი. რა გასქურა მარიკა? რა გასქურა? კარგი რა ირაკლი, გასქურა არის რა არის? რა არის აბა ხო მაგარი ხარ, რა არის? აი ხო მას არის გასქურა რა არის? აი რა არის, მითხარი. აი ხო ვიგეტყვი, მითხარი. წინადადებაში გეტყვი, მითხარი. აი მაგალითად ცხენმა ბალახი მოძოვა და გასქურა. ანის რა ქვია იმას ხო რაიდმა მათრახი გადასხო ცხენს და ცხენმაც გასკურა. რა ნახა შენ გასკურული ცხენი არ გინახია ირაკლი. გამაგიჟებთ თქვენ მე ან შენ რაღაც მიგვერ. ნახე მარიკა როგორ აინთო და თავის ოთახში როგორ გასვლა. თიკა, დღეს სიტყვა და საქმის გამყიდველი გეძებდა. ნახე სალომე უკვე. ბავშვის დაბადების დღეზე დამპატიჟა. თიკა, იცი რა უნდა გითხრა? ვიცი სალომე, ვიცი. არა, სანდრო არ მინახავს დღეს. არა, სხვა რაღაცას გეუბნები. შენ ხო სამსახურს ეძებ? ხო. ხო და არ გინდა აქ ბარში იმუშაო? თან იმდენი ხალხი შემოდის ხანდახან მე მარტო ვერ ვასწრებ ხოლმე. დიდი მადლობა სალომე. ისეთ სახლში უაზროდ ყოფნას მართლა მირჩევნი აქ მუშაობა, მაგრამ ეხლა მაქვს ძალიან მაგარი შემოთავაზება და მალე დავიწყებ მუშაობას. ალბათ. ისე აქ საინტერესოა მუშაობა? კი, ძალიან იცი რა კარგია. ხალხთან ურთიერთობ, უამრავ ახალ ამბავს იგებ. მერე სანდრო შემოვა. სალომე, და შემოსავალი როგორია? რა ვიცი, ხან როგორ. აი მაგალითად იმ დღეს ლაშა და ირაკლი იყვნენ და კარგი დღე იყო, ბევრი შემოვიდა. გუშინ ქეთევანი და თამარი იყვნენ, არაფერი არ შემოვიდა. შენ საიდან გაქვს შემოთავაზება? ჩემი მეგობარი ხსნის თბილისში პორშეს ცენტრს და მენეჯერად ვიწყებ იქ მუშაობას, მე მგონი. რა მაგარია. მაგარია? ხო. და სალომე, პორშე რომელია? აი, ის ჯიპები როა. გამარჯობა. ვალენტინობას გილოცავს, აი. ვა, დღეს არის ვალენტინობა? დღეს 14 თებერვალია. მოიცა, მე რო 15 აპრილს მახსოვდა. თუ ეგ ძველი სტილით არის. ხო, ძველი სტილით არის. კარგი, თიკა, მაშინ აი დღეს დილით ვიყიდე და მოგცემ ბარემ ვალენტინობაა და აი მე სანდრო, დიდი მადლობა. ანანო, ნახე. ანანო, რა გჭირს, რაზე ფიქრობ? რაზე ფიქრობ, იცი თიკა? ეხლა ბექა. ხო. სახელი ახლა ხო უკეთესია რა ვიდრე დათო. ეს ბექავინავი. ერთი ბიჭია სანდრო, ამ დილით იცი რა თაიგული მომართვა? მაჩა, დათოც ხო გჩუქნიდა საჩუქრებს? კი, როგორ არა. შაშან ვალენტინობაზე ის მეჩუქა, ცისფერის შვიდრი რო აცვია ხოლმე. მოიცადე. დათოს აცვია გოგოს სვიტრები? ბიჭის შვიდრი მაჩუქა. ბიჭი. გამარჯობა. აი ეს ყვავილები თქვენ უცნობ თაყვანისმცემელმა გამოდიოდა. მართლა, დიდი მადლობა. მაგარია. ნეტა, ვინ უნდა იყოს? ვინც არ უნდა იყოს, ეთყობა შენ ძმას კარგად არის.
კაცი მე ბავშვობა იმანდა გამომიეროს ბექამ თავისი არვით 3-14 წუთზეო. ბექამ ნახერა მანქანა მიცა. მოცდე არვა რომელია? არ ვიცი, მეც არ ვიცი, მე ხომ მარტო დათოს მანქანას ვცნობ. მე გეტყვით იკა. მითხარი. აი დათოს მანქანა ხო იცი? კი, რომელი ეს ძველი თუ ახალი? ორივე. აი ორივე რომ შეაერთო, იმაზე დიდია. კარგია ხო? დიდი ბოდიშით ეს ყვავილების სხვისთვის უნდა მიეცა. კარგი. რა უცნაურია. ჯერ სამსახური დავკარგე. ეხლა ყვავილები. თიკა შენ ჯერ არ იცი რა ეკლიანია ცხოვრება. ანა. გაგვიან. უი მე ხო ვერიტას ბლექა დაგვიანებას გამიქეცი. აი მეც წავედი. თოკი უნდა ვიყიდო ესეთი მაგარი რომ მანქანის გათრევას მოერიოს. წავედი აბა. კარგი, მეც მე რა ვიცი, მე ვიქნები მაშინ ჯერ. სანდრო წავიდა? ხო, რა იყო? მე კიდე საჩუქარი მქონდა. დღეს ხო ვალენტინობაა და. სალომე, იცი რა, სანდრომ რო გადიოდა, მითხა ძალიან მეჩქარებაო და აი ეს სალამეს გადაეცია. აი მე რა საყვარელია. თქვენ კიდე სულ დასცინეთ, ის კიდე რა ყურადღებიანია. სანდრო. რა არის ეს რა ფასებია რა არც ეკონომიკური კრიზისი იციან არც ახალი პრემიერ-მინისტრი რა გეჩქარებოდა დილამშვიდობის სათამბლი ქეთევან ბატონო ნახე რა პრემიერი მივეცით კი ვნახე ნოღაიდელი რას ეძებთ ამრი? საოფისე ფართ, ქეთევან, იცი რა, იმდენი საქმე დამიგროვდა, რომ ჩემი ოფისი მჭირდება რა. შენ ყავა თუ ჩაი? ვითომ არ იცი? რა ვიცი. აქამდე იცოდი, ყავა. ყავა, ეხლა ვიცი, მე ჩაი. 9-ზე უნდა დავრეკო რა, ერთი კარგი ფართი მომცა, ავაგორებდი ბიზნეს. გამარჯობა. გამარჯობა, გენეცვალე. იცით რა მაინტერესებს? სანაპიროზე ოქროაშვილს შენობა რომ წაართვეს. იმ შენობაში ახლა რა ხდება? სასამართლო განიხილავს. და შევარდნაძე რო იჯდა იქ რა ხდება? ეგენი ხო ავლაბარში გადავიდნენ. ნახევარი დარჩა? ხო, კარგი გენეცია. ესე იგი ჯერ არ დამიწყია და უკვე ხელს მიშლია. თამრი, დღეს აღამოს მამა მურთაზი მოვა. სალაპარაკო მაქვსო. მოვიდეს ერთი ნახოს როგორ ვუვლით ოჯახის ახალწევს. რამდენი ჯაყარე? შაქარი. რა ვიცი შენ რამდენ სიყრი, რა ვიცი. ძალიან შეიცვალე ქეთევან რა. რატო შევიცვალე რა? არ მომწონხარ. რატო თავი? რა გაგიკეთეს იმ სახლში? სად არის ის უქნარა? ადგეს გამოძროს, როდის უნდა გამოძროს ოთახიდან? ვით არის უქნარა? დილ ადგილს წამოფრინდა ბიჭი ეზოშია დომინოს თამაშობს. მოუგებს ეხლა ეს? არა, მოიცა მე მგონი უგებს, 320-ით 300. რაიმე ქეთევან მიდი ლაშას დაუძახე, მოთი მათე მოდის და დანებას დააწყებინებს. ლაშა, ამოდი! მე გეძახი, მე გამოიხედე! ლაშა! სანგარიშო და დომინო წამოიღე და ამოდი! შენ უპასუხე და მე დამიძახე. ეხლავე. ალო.
დიახ. თამარი ეხლავე. თამარ. ალო დიახ. ჩემი მდივანი იყო. ისმე რამდენ ოთახიანი გნებავთ? არ არის პრობლემა. არ არის პრობლემა. დიახ, ეხლა მე თქვენი ტელეფონი ჩამაწერინეთ. 877. ჰა. აჰა, 77. კარგი, დაგირეკად გინდ. მაგარი ნომერია. ეს კარგათაც გადაიხდეს. აი ეს ყვავილები შენ კიდევ ერთხელ გილოცვა ვალენტინობას. ეს მოგებული ლუდიმე, ეს საანგარიშო თამარს. ლაშიკო რა ამაზე ყვავილები ალბათ ძვირი ღირდა ხო? არა, ბავშვებს 50 თეთრი მივეც და შადრევანთან დაკრიფეს. შეგი ამ ეკონომიკური კრიზისის დროს რა სისულელეებში დახარჯო ფული აღარ იცია რა. ლაშიკო, დღეს საღამოს მურთაზი მოვა ჩვენთან. და ის ქალბატონი? ვინ? დედა, ლაშა, დედა. თამარ, აბა ერთი შენი კანტორა აალაგე. კანტორა ეძახე, მე გინახავ. გოგი. მოვდანდით, აბა ახაც შევიხედოთ, ბატონი ვიტალი. არა, ძანდებოდეთ. რაო, ბატონი ვიტალი, როგორ ვართო? კარგად ხდები, გოგოებო. გაიცანით, ეს არის ბატონი ვიტალი, ჩვენი სტაჟიანი პაციენტი. ესე იგი, ექიმთა თაობები აღზრდილი მის დაავადებებს. გოგოებო, თუ რამე დაგავიწყდებათ, ან რამე მანიპულაცია ვერ ჩაატარეთ, ან რაღაცა დაგჭირდათ, ხო კითხეთ ბატონ ვიტალის. კითხეთ, ყველაფერი იცის, ისეთი გამოცდილია, უკვე რომ ყველაფერზე გიპასუხებთ. ბატონ ვიტალი, გაიცანდი ესენი, ჩემი რეზიდენტები არიან, გახსოვს, მე რო გეუბნებოდით. აი, ეს არის მეზეზემანი, თეა მახსოვს, თეა. ეს არის თეა. ეს არის ნინი. ეს ნინი. თეა? ნინი. ბატონი ვიტალი. ბატონო ირაკლი. ის სად არის? ელეონორა. ელეონორა დღეს შეუძლოთ არის და ვერ მოვიდა. თქვენი სულა. აჰა, კი ბატონო. გოგოებო, ისტორიას გაეცანით, ეს 13 პალატის პაციენტია. ესე იგი E4-E5-ზე. ასე. მოგესწრებათ? ყვავილები, ბატონო ვიტალი. ეს რა არის? კარგია, ბატონო ვიტალი, ახლა თქვენ მაინც არ იცოდეთ, რომ ეს ვალენტინობა ცოლი უნდა მოვიდეს ესა მესა. ესე იგი, აქაც ვალენტინობა, სახშიც ვალენტინობა. ბატონო ირაკლი. იცით რა კარგია ვალენტინობა? შაშა მეუღლეს გასქურა ვაჩუკე. გაუხარდებოდა ძალიან. ისე გაუხარდა იმ დღეს სახში შემიშვა. შეგიშვებდა. ბატონო ვიტალი, რა გამოდის ახლა რომ მეც უნდა ვაჩუქო ჩემს ცოლს რამე? უნდა ვაჩუქო, მაგრამ რამე ისეთი უნდა ვაჩუქო, რომ მძიმე იყოს, მძიმე ღლონტებმა რო ვერ გაიტანონ. ის ლაშაც რო დაემატა? მაგას ვამბობ, დიდი ძალაა უკვე რა. ირაკლი ექიმო, დღეს ცოტა ადრე რომ გაგვიშვათ შეგიძლიათ ვალენტინობა და შეხვედრა მაქვს და შეხვედრა აქვს. ნინი გინეცელი. შენც ხარ გაკ შეხვედრა? არა, ბატონო ირაკლი, თუ გაგუშვებთ, მე სახლში წავალ და ვიმეცადინე. იმეცადინებს.
რას იმეცადინებ, გოგო? წადი შევხვდი მეგობრებს, გაიარეთ სადმე იმხიარულე ეგებ, არამე ბეწს ეწიო. ხო, ნუ წადი თქვენ დღეს ის გაქვთ ეს რანდევუ. ერთი გადაცვალე რაღაცა მინდოდა, მე თქვა არ დამავიწყდეს. ძალიან გთხოვ თვალიდან ასე მოკლე კაბებით, ნუ რა მოხვალთ. გულით ავონტყოფებით წვანან აქ. კარგად ძანდებოდეთ, კარგად გადაცვალე. ვაა, ბატონო ვიტალი, ნახე რა გასქურეს, ა? არაფერი, ბატონო ვიტალი, ეს ახალი დაავადება თქვენ ჯერ არ გქონიათ. შამათია. მე შემძვრალან ესენი უკვე რა. მოგზანდით ბატონო მურთას. რა გამშვიდობა. იქ ხო გაქვს მშვიდობა. რა ვიცი, როგორ ვიქნები ბატონო მურთას? დარდით აღარ ვარ ამათი შემხედვარე რა. ნერვიულობ ძალიან. სახში არიან? აბა სად სწავლენ? სად აქვთ წასასვლელი? სად იქნებიან? ლაშა, ქეთევან, გამოდით ეხლა უკან უნდა გდიოთ სულ. მამა, როგორ ახარ? მამა, ხო აი მაგ მატრაკოცობამ დაგხუპა შენ. ხო, მურთო? დოქტორი მეჩვენებია, მამა? ო რა, სანერვიულოს. რადალეს. შენ მოშეხ, აი ფორმაში. რატო არ იქნება გენაცვალე, არაფერს ვაკლებთ და. ქეთევან, მიდი ეს აჩუქრები შეინახე, მიდი. აი ეს კონიაკი მოვიტანე, კონიაკი. 12 წლის დაძველების არის. ეს ახლა განსაკუთრებულ დროს უნდა გახსნა. ისე თუმცა რა, განსაკუთრებულ ოჯახის გადარჩენაზეა საუბარი. ისე ეს ემენზე გაზდილი კაცი ვარ. კარგი რა მამა რა. ნუ დაიწყებ ხოლმე რა ეხლა რა. ეს ნახდი თბილისური ურთიერთობებით შემეძლია ვიცი. ბატონო მურთას, იმ თქვენ ნახთ თბილისში რძალს ბრილიანტის საყურებს არ ჩუქნია? თამარ, ყველაფერი იქნება. ყველაფერი უბრალოდ აი ეს პრობლემები როგორმე მოთავდეს. აჰა, კარგით. მოდაბრუნდები კეთება. არა მამა, ჩემი ფეხი არ იქნება იმ სახლში. მაშინ ის კარადეს გასაღები მაინც დაგვიბრუნდა. რაღაცა დავჭირდა იმის და ვერანაირად ეგო. ლაშა. შენ მაინც დაბრუნდი რა. ნუ დამტოვებ რა მარტო ამ დედაშენთან. არ გეცოდები. რა ვიცი მამა, აი ქეთევანი თუ წამოვა, მე წამოვა. წამოვა, აბა სულ აქ ხوار დარჩება. ეხლა ჩვენ წავალთ ოჯახისთვის რაღაცებს ვიყიდით. თქვენ დასხედით, მოილაპარაკეთ, გადაწყვეტეთ, სად იქნებიან აქეთ თუ იქით, როდემდე უნდა იარონ ასე და ჩვენც მალე მოვალთ. ლაშა ადექი და წამოდი. მე? დიახ შენ. სად მიდივარ, თამარ? სად და ჰიპერმარკეტში. რა გიდა ჰიპერმარკეტში? აბა ჩაულებრივში შენ არ ეტევიდა. ქეთევან, აბა ეხლა როგორც შენ იცი, დაჯექი და გაუმასპინძლდი ბატონ მურთას. დროები კარგით აბა წამოდი. მე ეხლავე მოვალ მამა, ეხლავე. ხონელ, ხო მოვედი. ხო ჯერ ქეთევანს ველაპარაკებ. ო, არ დამიწყე. ხო, ვიცი, ამ სახლის გვერდზე სახლში ცხოვრობს. იქნება ეს ბრუნდება კაცა. ო, ნუ იცი
ესე ჩაციება კაცო. მამა ეს იუზაბიძიას არაყია გასინჯე. იუსას ეს მე ვიცი. ვართ? თოფივით არის. კი, თოფივით. ჩვენთან იყო. იუზა იყო? იუზა იყო ჩვენთან. არ ვიცოდი. მე ცოტა დავლიეთ და ჩვენს გვერდით რო ცხოვრობს. ლოლა. ჰა. ჩვენი მეზობელი შენ რო გააგდე სახლიდან. დაიწყო ისევ შემოსვლა? ხელი საღამო ლექსებს უკითხავდა. გასმება. დაჩოქილი. ძალიან კარგი პიროვნებაა. კი, ძალიან. არ მინდა რომ დავშორდეთ ერთმანეთს. მოდი შერიგებას გავუმარჯოს. გაუმარჯოს. ეთევა. ხო დაბრუნდები. რა ვიცი მამა, მე კი დავბრუნდები, მაგრამ ისევ თავიდან რომ დაიწყოს, რა ვიცი, არ ვიცი და ესე ვარ, ჩემს გაჩუმებული რა საჭი. მონერვი. აი დალიე და მოგეშვება. არა, არ სვა. რატო? უკვე? არა, ეგ რა შუაშია, ისე არ სვა. აი თქვენი სალათი უკაცრავად შეიძლება ჩაისავო. ესეთი ერთი ჩაი ხო დინახე. კარგი. როგორ მივიტანე? ოჩახ კარგია. რას გიყვებოდი? ხო, იმ პორშეს ცენტრის მენეჯერობაზე რო გეუბნებოდი. მოკლედ დაურეკე იმ ჩემ მეგობარს და მაგისი ძმა მეუბნება რომ გაქცეულია ქვეყნიდან. ხო, წარმოგიდგენია. ხო და კიდე კაი რა შენთან დავიწყე მუშაობათ რა სახლში უაზროდ ყოფნა აღარ შემეძლო. რა პრობლემაა? თან თავიდან დაგეხმარები ხოლმე. ხო, მადლობა, სალომე. ჯერჯერობით შენთან ვიმუშავებ, სანამ რამე სანამ რამე გამოჩნდებოდეს და კარგი, თიკა, რამდენი ხანიც კიდე იმდენი ხანი იყავა. ხო. ოღონდ რაღაც უნდა გთხოვო რა. ძალიან გთხოვ, ჯერჯერობით ჩვენებს ნუ ეტყვი რა. რატო? არა, კი არ მცხენია. უბრალოდ ჯერჯერობით ნუ ეტყვი. განსაკუთრებით ქეთევანს ნუ ეტყვი, იმიტომ რომ ქეთევანი ხო იცი მე თამარს ეტყვის. თამარი ხა მარიკას მოუყვება, მარიკა ირაკლის, მე ირაკლი დათოს ეტყვის. კარგი, ესე იგი ღლონტებს, ირაკლის, მარიკას, დათოს და ანემოს არაფერს არ ვეუბნები. და სანდროს? სანდროსთან შენი სადაც არ გახსენებ ხოლმე, მაინც რა ვიცი. კარგი, სალომე, ძალიან დიდი მადლობა. მე დავიწყებ ხო სამზარეულოში. თიკა, მე ცოტა ხნით რო გავიდე, შენ ხო მიხედავ ახავრობას? კი, ყველაფერს მიხედავ, არ ინერვიო. ხო, წუთში გამოვა. კარგი. ნო. სამი წუთი დაგაგვიანდა. ვაი, უკაცრავ. მაგრამ 17 წუთი დაგვრჩა. მშვენიერი სიწუთი. ხო. რა შეუკვეთა? არ მინდა ჯერ არაფერი მოვიფიქრებ. 2 წუთში მოვიფიქრებ. უკაცრავად. შეიძლება ჯერჯერობით ერთი ყავა მინდა. ოღონდ 2.5 კობზე შაქარი ჩაყარეთ და ბოლომდე არ შეასვათ. კარგი? ჭიქის 4/5 შემივსეთ. სალომე, ეს აქი ხო? ბეკა, რაზე ვლაპა? სუდანზე გიყვებოდი? იცი რა ლამაზია სუდანი. აი, ულამაზესი. ერთხელ გარეული თხა გამომეკიდა. მთელი 9 საათი ვირბინეთ. 9 საათი? ნუ ახლა შეიძლება ზუსტად 9 საათი არა, მაგრამ აი, სადღაც 23, 24 წუთი ნამდვილად დავიბოდი. ბევრი გირბენია. აი, თქვენ ხართ? დაგინახეთ და მოვედი. მოდი ჩვენთან. როგორ ხართ რა შევით? ჩვენ კარგად ვართ. ძალიან კარგი. შენ რა ქენი სამსახურზე? რა ვიცი, ყველაფერი არის ძალიან კარგად. ვეძებ ჯერჯერობით. კარგი. წუთნახევარზე მეტი რა თუნდა მყავის მოდუღებას? აი მე საშინელ ყავას აკეთებს ეს გოგო. იცით რა? ეხა მე წავალ და თვითონ მოგიდუღებ ყავას. აი მე. აუ თიკა, გეხვეწები სალომეს რო ნახა უთხარი მოვიდეს, ხო მეც შეუკვეთავ რაღაცას. კარგი. ხო მართლა ანო, დღეს ვაპირებ.
იცი რა, ხო იცი, სალომე როგორი დაბნეულია. მოდი მე მითხარი, მე ჩავიწერ და ფურცელს მივუტან პირდაპირ. ესე იგი მე მინდა ფორთოხლის ნამცხვარი და ატმის წვენი, იცი როგორ აი ჭიქის 4/5 დირაში. ესე იგი, ყავა, ნამცხვარი და წვენი. 4/5 იკა შენთვისაც აიღე რამე. ნუ თუ ყავა არ მოგწონს. კარგი. ჩაის ავიდებ ჩემთვის. ანანო, დღეს 9:25-ზე ვაპირებ რომ მუსიკას მოვუსმინო და გინდა შემომიერთდე. 9:25-ზე იწყებ. ნუ 8-ის რომ მოვიდე. არა, იცი, 8-დან 9:22 წუთამდე ჰაერზე უნდა ვისეირნო და. კი, უნდა ვისეირნო. ხო. აი, სალომეს, აღარ შევაწუხე, მაინც ხოქით და წამოვსულიყავი. ეს წვენი, ეს ნამცხვარი, ეს ყავა. და ესეც ჩაი ჩემთვის. იკა მოკლედ არ იცვლები შენ. როგორც ყოველთვის წვენი უნდა დადო თეფშის მარჯვენა მხარეს და ისიც წინ. ხო, დამავიწყდა. უკასაა ჩაი, მალე იქნება. ჩაი დაკავებულია ძალიან სალომე. მე ამ ჩაის მაინც აღარ ვსვამ და მოდი ამას მივუტან ხო? ძალიან კეთილია. თავისი ჩაი მისცა. აი, მერცი. თიკა, მოდი რა, მოდი. ბექას ახლა უყვებოდი სუდანის ამბებს. სუდანის? ხო, კიდე რა, ვაიმე, ერთი კაცი იყო სუდანში, ძალიან გამხდარი იყო და ქვას ისრო და ყველაზე მე არა უკაცრავად რა. სპექტაკლზე გვაგვიანდება. გაგვიანდებათ? ხო, 23 წუთში იწყება და 16 წუთი მაინც გვჭირდება გზაში ამიტომ. 16 დაგჭირდება. ის ჩემი ნამცხვრის 4/5 რო დამწვიდე. სალომე, აღა 11 და 50. თიკა თუ იცი, ბარათით გადახდა თუ შეიძლება აქ. ბარათით, არა, გაუფუჭდათ დღეს. მე გადავიხდი ბექა. ანანო, უხერხულია. ой, მე არა რას ამბობ, მე მიჩვეული ვარ. მე მომეც და მე მივუტან. აი, შენ მივუტანი, ხო. აი, ეს 11 ლარი, ესეც 50 თეთრი. ანანო, ოფიციალისთვისაც დაგეტოვებინა რამე უხერხულია. ხო, მართალია. აი, ესეც ოფიციალს. აბა мама გაგვიმარჯვეს. კარგად ვიყავით. გაგვიმარჯვეს. აბა ბოლომდე мама ბოლომდე. მიდი აბა მიდი გიყურებ, მიდი. აბა კარგია. ეხლა ეს ჩემი გაკეთებული соусიც მიაყოლე. მიდი мама. არაჩვეულებრივი ხელი მაქვს ისეთ соус ვაკეთებ. მიდი აბა. აჰა. აუ, გაციებულა. გაციებულა? ერთი წუთით. გაციებულია. აბა, ეს საიდან მოვიდა აქ? ეს ვინ მოიტანა აქ? შენ გამოიტანე 10 წუთის წინ. აი, მე აღარ მახსოვს. ეთყობა მაგარი მთრალი ვარ. რაო, რაზე ვლაპარაკობდით? რაო, ხა? აზე და ნერიზე ვლაპარაკობ. აი, კი. ცოტა უხასიათო ხალია ეხლა. ცოტა? ხო, რა ვიცი, ამ ლაშას მეუღლეებზეა ქართულება რა ვიცი. აი, ამის წინ რო ცოლიყავდა. სულ კონფლიქტი ჰქონდათ. ეხლა ამ გოგოს მე ვაწყნარებდი, ცოტას დავალევებდი, დაწყნარდებოდა. მე ლაშა ეჩქუბებოდა, ნუ სვაო. ო. რა ვიცი? მე ეხლა ის ლაშა მეჩაგრება. ვაიმე мама, სანამ მე ცოცხალი ვარ, შევლაშიკოს ვერავინ ვერ დაჭამ. აი, რა შემოქმედა, სულ გამოიცვალა. აბაზანაში რო შევდოდი, შუქს ვიქნებდო. ეგ მე ვიყავი, მიჩვეული ვარ დენის ეკონომიას. მოდი შენ მოდი. მურცაზიშ. მოდი. რამო, სახში არაფერი მოგიტანია და
ეხლა რამ გადაგრია ბიჭო? ქეთევანე, რა ხდება, აბა, რა მოილაპარაკეთ? თამრიკო, მომისმინეთ თამრიკო. დღეს ჩემი მამა არსად არ მიდის ჩვენთან დარჩება. ოჩახა, ის მარტო მაინც გადმოვიდა ჩხეიძეებთან და ამან მამა მოიყოლა. ისე იგი კოლომბაზე მოიტანა ეხლა ეს გამოვიდა 200 ლარი. იქიდან შეიძლება 300 კალანდარზე ასე ესე იგი ირაკლი მალიკა რამდა იყოს ხე ეს ა? ამას ჩემთან წავიდე. რომ? ა? მარიკას დათო ხელი არა. შემოდი სანდრო. ვაა, დათო? 5 იყიდე? სანდრო ის ირაკლი მოიტანა ალბათ. და რა დევს ამ ყუთში? არ ვიცი. აბა რა საჩუქარიო რა. ოჩახ შენ ირაკლი. დათო რა დევს ამ ყუთში? რა ვიცი მე რა დევს თამარა, იმან რა ქვია, ირაკლი მაიმო ხელფასი ალბათ და აი. მოიცა ხელფასებს ასეთი ყუთით არიგებე? სანდრო გვაცადე რა ერთი წუთი. ბიზნეს პარტნიორო, მოდი. ისე? ხლა მომისმინე. ეს ყუთი რო გავიტანოთ და სხვა ახალი პატარა ყუთი რომ დავდგათ ამის მაგივრად. მოგებას ვერ ვნახავ? კარგი რა თამარა. აი. დათო? კათა გამარჯობა. საიმა. აუ რა დევს ამ ყუთში? როგორ ფიქრობ, აქ მე რას ვაკეთებ? ვაიმე, დათო, მე მგონი ირაკლი მიყიდა შენერი მანქანა და ამ ყუთით მოედარა. მე და რამე სამსახური ხوارდავს. თამარ გარკვიე რა დევს ყუთში? აი ვაჟბატონო, მარტო ყვავილებიო. შეხედე ირაკლიმ როგორი საჩუქარი მოუტანა თავის ცოლს. მეტა რა დევს აქ ამ. მარიკა, მოდი ჩქარა გახსენ და დაიტანჯდნენ ესე. ეს რა არის? საჩუქარი. მიხდი. გაიწეთ. უნდა გახსნა. აბა. 1 2 და 3. ირაკლი, ამ ყუთში მარტო შეძვარი თუ წყვილი ცხოველი წყავდა შეყვანილი.
ირაკლი, რა მაგარი საჩუქარია, ესეთი არ მინახავსე. რავო? ესეთი არ მინახავსო? ბოცა, ესე იგი ეს რა გამოსო რეკორდია? ხო, სანდრო. რეკორდია. ხო? რეკორდია. მარიკა, აღვნიშნოთ ახლა ეს დღე, ასე ხო არ ვიქნებით, მიდი გაშალე და მე მოიწვიე. რა შევკვეთავთ? რა? წამოდით ახლა, წამოვით, რომ არიცით სანდროს გვინო, ხო? როზე? რა არის ახლა ეს? აი რა მომიტანა? ხომ წავიღო? თამარ, ეს ხუთიც რომ თქვენთან გაიტანოთ, არ გინდა? აი მე არა, მარიკა. ეს ხუთი რო იქ გავიტანო, ესენი შეძლებიან და ვეღარც გამოვიყვანა. კეთევან! აი მე შეძრნენ უკვე. კეთევან. მე ხლა მნიშვნელოვან საქმეზე მივდივარ. ხო. ეს რა არის? არაფერი. ხო და ეხლა მომისმინე. ეს საქმე თუ გამომივიდა, მე თქვენს გიყიდით ბინას და შეძვერით რამდენი ხნითაც გინდათ ხოლმე. წავედი ხომ მე ჭკვიანად. აბა კარგად. ეს გისურვებ. კარგად, ამრიკოც, კარგად. ლაშიკო, გამოდი წავიდა. ტარამ, ტარამ, ტარარა.